ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი დღეს მიაგეს. ოპოზიცია აგვისტოს ომის წლის თავს დღეს აღნიშნავს. მათი ნაწილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. ნაწილი კი გორში გმირულად დაღუპულთა მემორიალზე მივიდა და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პარტია ნაციონალური მოძრაობა ბოლო წლები აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს და დაღუპულთა ხსოვნას სწორედ დღევანდელ დღეს მიაგებს პატივს. საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი. გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 412 მოქალაქე ემსხვერპლა. 150,000-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია. ამ თარიღის შეცვლის მცდელობას ეხმაურება მართველი გუნდი. 7 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც რეალურად დაიწყო სამხედრო აგრესიის განხორციელება რუსეთმა, მათ შორის როდესაც შემოიჭრნენ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე მასიურად რუსული საოკუპაციო არმიის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბატალიონები და სხვადასხვა რაზმები, რაც შეუძლებელი ხა ეს ამბავი არ იყოს ახმული როგორც ოკუპაცია, ხო, ბარბაროსული აგრესია და შესაბამისად 7 აგვისტო არის ოფიციალური თარიღი, როდესაც ეს აგრესია განხორციელდა. ხელისუფლებაში მყოფი ხალხი იძახის, რომ თურმე ქართულ მხარეს აქვს გარკვეული რაღაც როლი ნათამაშები ბარბაროსული აგრესიის დაწყებაში, რაც რა თქმა უნდა ისტორიულად არ გახლავთ მართალი. კვლავ გვიწევს ბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის და სამწუხარო არის ის, რომ კვლავ გვიწევს დავა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ როდის დაიწყო ომი 7 აგვისტოს თუ 8 აგვისტოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს აქ თავარი სასაუბრო, თავარი გამაერთიანებელი დღე ქართველი ხალხის არის დღევანდელი დღე და დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა ვფიქრობდეთ და ვდაობდეთ და ვკამათობდეთ და ვსჯელობდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ცოცხალი ოკუპაცია, როგორ ავიცილოთ თავიდან ანექსია და თუ როგორ არ შევეგუოთ ოკუპაციას და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. 18 წლის წინ ამ დღეს პუტინის რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. მისი ამოცანა ცხადი არ ყოფილა აფხაზეთის და ცხინვალის დაპყრობა, მისი ამოცანა საქართველოს დამორჩილება იყო და აქ განსვენებული გმირები ზუსტად იმას გვახსენებენ, რომ წინააღმდეგობას აზრი აქვს, წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ შევინარჩუნეთ მაშინ დამოუკიდებლობა და ახლაც იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ახლაც ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხეში. 7 აგვისტო სწორი დღეა იმისთვის, რომ აქ მოხვიდე და თქვათ ყველამ ერთად, რომ წინააღმდეგობა არსებობს, რომ საქართველოს არ დაემორჩილება რუსეთის ბატონობას. გორში მივაგეთ პატივი დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას, საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნა არის მარადიული და ვერანაირი პროპაგანდა, ვერანაირი ტყუილი, ვერანაირი ცდელობა იმისა, რომ თითქოს ჩვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ოკუპანტს, ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ ჩვენ სამშობლო საქართველოს ხავს ძალიან ღირსეული ისტორიული მაგალითის მომცემი გმირები და ამ მათი ხსოვნა არის მარადიული და უკვდავი. ვერც ივანიშვილი და ვერც სხვა ამ ხსოვნას ჭრილს ვერ მიაყენებს. პარადოქსულია, როდესაც მუდმივად მანიპულირებენ ისტორიით, მუდმივად მანიპულირებენ ადამიანის ბედით და მუდმივად მანიპულირებენ საქართველოთი. რა თქმა უნდა, 8 აგვისტო ეს არის ოფიციალურად ის დღე, როდესაც ღიად რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის როგორც ასე ვთქვათ დოკუმენტური მასალით, აგრეთვე პრეზიდენტის იმ დროს უმაღლესი მთავარსარდლის ოფიციალური ბრძანებულებით დადასტურებული და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ არის კაფიო დაარქივებული ასე ვთქვათ ისტორია. ტალიანის დასკვნა როცა დაიდო, იქ წერია რომ სააკაშვილის მიერ ამ ფართო მასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ომის ესკალაცია. უფრო მეტიც, აგერ ევროსაბჭოს რეზოლუცია, ხო? ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც საქართველო და სააკაშვილი და საქართველო არის დადანაშაულებული, ამას ხელი მოაწერეს. და უკვე გაიაზრეს, მიხვდენ რომ 8 აგვისტო კი არ კაცო, 7 აგვისტოს რახან ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ეს შეტევები
და ეს პროვოკაციები და 8-ში თურმე რუსეთი გადმოვიდა აქეთ შეტევაზე 7-ში მაშინ კითხვა დაისვა 7-ში ვინ აქტიურობდა და აი ეს რომ იფარცხონ ეს რომ ჩაფარცხონ ეს რომ არ დაბრალდეს აი ამ მოღალატეებს აი ამ ნაცფაშისტებს ამიტომაც შეცვალეს ახლა და თურმე 7 აგვისტოს შემოვიდა უკაცო რუსეთიო